ჩვენი გადაცემა შეეხება კაცებს და ვისაუბრებთ ყველაფერზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, ემოციებზე, როგორი უნდა იყოს კაცი. ეხა ეს პოდკასტით შეიძლება რაღაც რისკი იყოს. მივდივარ ძალიან ღრმაში შეპამდე, არ არსებობს, რომ ამას არ კონდეს თავისი გამოძახილი. ეს ემოციები არსად არ მიდის. ან რა უნდა გააკეთონ კაცებმა, თუ ისინი აღარ იცნობენ თავის ამ მხარეებს. კაცი უნდა იყოს мама, ოჯახში შემომტანი. რახან შენ ბიჭი ხარ, შეგიძლია ეს ემოციები გქონდეს და ეს დანარჩენი ემოციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს. მაგრამ ბიჭები მიჩვეული ვართ ისე, რომ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, ყველაფერზე. ოღონდ არასოდეს არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მართლა გვაწუხებს. იგივე აღქმა არ გვაქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის დეპრესია იქნება ნომერ პირველი დაავადება კაცებში რა. ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ ჩვენი ბავშვი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის. ჩვენ ზუსტად ისე გვეშინია დაცინვის, როგორც ბავშვობაში გვეშინათ. ვინც ჩვენ გვიყურებს, ძალიან ბევრი ადამიანი, ქალიც და კაციც, საკუთარ თავს ახლა ამაში ამოიცნობს. მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით YouTube არხზე მისმინე, ვიწყებთ პოდკასტების სერიას ვილაპარაკოთ კაცებზე, რომელსაც წავიყვანთ მე, გიორგი და ბაია. ჩვენი გადაცემა შეეხება კაცებს და ვისაუბრებთ ყველაფერზე, ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რომელზეც არ საუბრობენ როგორც წესი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით დავფაროთ ეს საკითხები. მათ შორის ვისაუბრებთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ემოციებზე, სპორტზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ურთიერთობებზე, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებზე და სხვა, ესე ვთქვათ, საინტერესო საკითხებზე და აუცილებლად გამოიწერეთ მისმინე და გვიყურეთ ყველგან, მათ შორის Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, თავისთავად და ასე შემდეგ. ყოველ შაბათს 8 საათზე. ვილაპარაკოთ კაცებზე? ვილაპარაკოთ. ოღონდ კრიტიკით. კიბა? ვილაპარაკოთ კაცებზე. ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ელენე ჯაფარიძე, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფსიქოლოგი. დიდი მადლობა ელენე, რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. მადლობა ელენე. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მე და გიორგი პრომოში, როდესაც საუბრობდით ჩვენ გადაცემაზე, იქ ვთქვით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც კაცებს აქვთ, არის ფსიქოლოგიური პრობლემები, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ემოციებს როგორც წესი არ გამოხატავენ და შეიძლება ზოგიერთ ემოციას არც კი გრძნობენ, იმიტომ რომ ჩვენ კულტურაში ეს მიღებული არ არის. რამდენად სწორია ეს თეზისი და რა შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ ამაზე? რომ გავიგე რომ ამ პოდკასტს აკეთებდით და პირველ რიგში რომ გავიგე რომ შეიძლება და გვესაუბრა ზოგადად კაცებზე და იმ წნეხზე, რომელსაც პატრიარქატი კაცებსაც ადებს, ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ როდესაც ვართ პატრიარქალურ სამყაროში, ეს სამყარო არა მხოლოდ ქალებზე, არამედ ზუსტად ისევე კაცებზე მოქმედებს, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით, ხო? და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, რომელსაც თავიდან ვერ ხედავ და შემდგომ უკვე გამოიხატება სხვადასხვა ტიპის გართულებაში, არის მოთხოვნა, როგორი უნდა იყოს კაცი. ან როგორი მოთხოვნაც არის, რომ როგორი უნდა იყოს ქალი და ქალთან მიმართებაში არის რაღაცები, რაც არ შეიძლება და რაღაცები, რაც შეიძლება, ზუსტად იგივე ვრცელდება, ოღონდ სრული საპირისპირო, ხო? და ერთ-ერთი მომენტი არის, რომ პატრიარქალური სამყარო ითხოვს კაცისგან, რომ კაცი უნდა იყოს, არ ვიცი, შემდგარი კაცი უნდა იყოს, ძლიერი კაცი უნდა იყოს, საყრდენი, რაღაცა რკინა, ყოვლის შემძლე და ასე შემდეგ. მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ადამიანები ვართ ემოციური არსებები. შესაბამისად, როგორც ქალებს, ისე კაცებს ზუსტად ერთნაირი ემოციური პალიტრა აქვთ, აბსოლუტურად ერთნაირი. განსხვავება არის რისი ნებართვა აქვს ქალს, რომ გამოხატოს და რისი ნებართვა აქვს კაცს. მაგალითად, თუ ქალთან მიმართებაში პატრიარქალური სამყარო უარყოფს მისი ბრაზის გამოხატულებას და იცახის, რომ ეს მას არ ეკადრება. 7 უნდა იყოს ქალი. ხო, გაწონასწორებული 7, არ ვიცი, კეთილი, მომთმენი, ასე შემდეგ და ეს
მოთმინება დაუფასდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საპირისპირო არის მამაკაცთან მიმართებაში. ანუ სოციალურად დაშვებულია კაცმა გამოხატოს აგრესია, ბრაზი, ფრუსტრაცია, ანუ ესეთი ძალიან მძლავრი ემოციები, სადაც შეიძლება ჩანდეს ისევ და ისევ კულტურულად კონცეპტუალიზირებული აი ეს სიძლიერე, იმიტომ რომ სინამდვილეში ბრაზის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ მე ძლიერი ვარ. არც იმას ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ. უბრალოდ ბრაზდო. და ყოველგვარი აი ეს შეფასებითი მომენტი რო გავუშვებ. მაგრამ არ არის დაშვებული, რომ მაგალითად გამოხატოს თავისი სევდა. არ არის დაშვებული, რომ გამოხატოს თავისი შიში. განსაკუთრებით მიუღებელია ესეთი სოციალური, პატრიარქალური ნორმების თვალსაზრისით, კაცი რომელიც აღიარებს, რომ შეიძლება რაღაცას ეშინოდეს. ამ დროს ადამიანი იბადება შიშით, ხო? და რა ხდება, რომ დაბადებიდანვე ჩვენი საზოგადოებები რაღაცნაირად აკეთებს ხელოვნურად მთელი იმ ემოციური პალიტრის დახშობას და მხოლოდ ნებას ართავს, რომ რაღაცა გარკვეული ემოციები, ოკეი, რახან შენ ბიჭი ხარ, შეგიძლია ეს ემოციები გქონდეს და ეს დანარჩენი ემოციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს. მაგრამ სინამდვილეში ეგრე ხო არ არის. საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს? ნუ ეხლა რაღაც სოციოლოგიაში გვაქვს ეგეთი თეორიები, ბიოლოგიური თეორიები, მაგალითად რომ ევოლუციის შედეგია ეს ყველაფერი, რომ კაცებს ერთმანეთთან კონკურენციის შედეგად რაღაც უფრო მეტი დოლათი უნდა მოეპოვებინათ, მე ქალის გული მოეგოთ. გვაქვს რაღაც სოციალური თეორიები, რომ ეს არის როლის შესრულება, სქესობრივი როლების შესრულება, ხო? და ნუ ეხლა რაღაცები მახსენდება, ხო, რომ ანუ კაცი უნდა იყოს мама, ოჯახში შემომტანი, რაღაც რელიგიური და ასე შემდეგ, მაგრამ რა არის ამ ყველაფრის საფუძველი, აი ამაზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ საიდან ჩდება ეგ ამბავი, რომ ქალმა უნდა გამოხატოს რაღაცა ტიპის ემოციები და კაცმა არა. ამ შემთხვევაში რისხვა შეიძლება რომ კაცმა გამოხატოს და ქალისთვის დაუშვებელია. თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოიტანა სხვადასხვა განვითარებამ, ხო? ანუ როგორ განვითარდა და როგორ წარმოიშვა და როგორ განვითარდა ადამიანი და როგორ მოვედით აქამდე და მე მგონია რომ არც ერთი თეორია არ არის მარტო რომელიც ამას ახსნის და არც რომელიც არ ახსნის, ხო? უამრავი ახსნა აქ ამას და ნებისმიერი პრიზმიდან შეგვიძლია ვიპოვოთ პროს და კონტრს და დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ. მაგრამ მე გეტყვი რომ მაგალითად ფსიქოთერაპიულადაც ხო, როდესაც კლიენტთან მუშაობ და ცდილობთ ხოლმე რომ ავუხსნათ რომ მასში არსებობს აბსოლუტურად ყველა ემოცია. გვჭირდება არც ერთ თეორიაზე დაყრდნობა არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ შენ ხარ ადამიანი და ადამიანი არის როგორც სოციალური, ისე ემოციური არსება. მეტი არაფერი. და ის რომ შენ გარკვეული წესები დაგიდგინეს, ეს წესები რაღაცა დროს სჭირდებოდა საზოგადოებებს. ანუ არ არის ესე, რომ უბრალოდ მოიფიქრეს. ხო, რაღაცა წესები იყო, რომელიც გარკვეულ კონტროლს და გარკვეულ რაღაცა იმას ჯებირებს ქმნიდა იმისთვის, რომ საზოგადოების ქცევა ეკონტროლებინა. მაგრამ შემდეგ რატო ვარ ჩვენ ვთქვათ მოაზროვნე ადამიანი რატოა მოაზროვნე, რომ უბრალოდ კითხვის ნიშანი დასვას, რომ ოკეი, დღეს მჭირდება მე ეს წესები? ყველგან მჭირდება მე ეს წესები? ანუ ხო, შეიძლება მე რომ არ ვიცი რაღაცა შეჯიბრში ვიღებ მონაწილეობას მაგალითად წახალისებული იყოს, რომ მე მაქსიმალურად მოტივირებული ვიყო, გამოვხატო მაქსიმალური მოტივაცია, ვიყო ძალიან თავშეკავებული და ასე შემდეგ და ძალიან სწორია. მაგრამ მე სახლში რომ მოვდივარ და ამას ვაგრძელებ, ეგ არის პრობლემა, ის კი არ არის პრობლემა, რომ მე ვიყო ძლიერი. ან ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე, რომ იგივე როდესაც ფემინისტური პერსპექტივიდან ლაპარაკობთ, რომ ვიღაცა წინააღმდეგია იმისა, რომ ან კაცი იყოს ძლიერი, ან ქალი იყოს ძლიერი. არანაირად. სიძლიერე ზუსტად არის ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ხო. როგორი რაღაცა იცი, როდესაც დაიწყეს კაცების პრობლემებზე ლაპარაკი, რომ თქვა კაცების ქცევის შედეგი არ არის მარტო ხილული რა, ხო, თქვა ეხლა იგივე საქართველოში 19000 მსჯავრდებულიდან 18000 არის დაახლოებით კაცი რა და
აქამდე უდგებოდნენ ესე რომ ნუ რადგან ამდენი არის თქვა დამნაშავე, ესე იგი კაცის ბუნება არის ეგეთი რომ დამნაშავე იყოს და როცა დაიწყო ამ პრობლემებზე ლაპარაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა შიში გაჩნდა ეგეთი რა რომ ამაზე თუ ხმამაღლავი ლაპარაკებთ მაგალითად ემოციებზე რომ თქვა კაცმაც უნდა გამოხატოს რაღაცა რბილი ემოციები ან შიში ან ხო რაღაცა ეგეთი ბედნიერება ვთქვა ან სიყვარული ან ზრუნვა დაიწყოს ხო არ გავქალდებით და ხო არ დავკარგავთ კაცურობას რა და აი ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით იმიტომ ამ შიშით ფაქტობრივად ეხა ეს პოდკასტით შეიძლება რაღაც რისკი იყოს, იმიტომ რომ ვიღაცამ წარმოიდგინოს, რომ რაღაც როლების შეცვლაზე ალაპარაკი ან მსგავსი ამბავი, ხო? ან რაღაცნაირად გვინდა რომ ეს შიშიც გავფანტოთ რა და იქნება ამაზეც გველაპარაკო. სიმართლე არის ის, რომ მე მაგალითად კაცი ვარ თუ ქალი ვარ, შიშს ვატარებ. ანუ იმის გამო რომ არ გამოვხატავ არ ნიშნავს, რომ ჩემში შიში არ არსებობს, ხო? ჯერ ერთი შიშს აქვს თავისი დამცავი ფუნქცია, შიში რო არ ყოფილიყო დღევანდელ დღემდე საერთოდ არ მოვიდოდა კაცობრიობა, იმიტომ რომ პრევენციულია. სიფრთხილეს იწვევს. დიახ. მეორე არის ის, რომ მე რო გამოვხატავ რაღაცას, რაც ჩემში არის, როგორ შეიძლება მე გარდავიქმნა. პირიქით. თერაპიაში, როდესაც ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კლიენტს, რომ მან გულწრფელად გამოხატოს ის, რასაც გრძნობს, პირველი ის თავისუფლდება აი ამ დაჭიმულობისგან, რომელიც მასში არის. და შემდგომ ბევრად უფრო ლაღი ხდება მთელი სამყაროს მიმართ. ბევრად უფრო ძლიერი ხდება და ბევრად უფრო მეტი პოტენციალი აქვს, რომ ის ვინც არის და რაც არის, კიდევ უფრო კარგად გამოხატოს. ელენე, ესეთი შეკითხვა მაქვს. ლიტერატურაში სხვაგანაც ამიკითხავს, რომ როდესაც ადრეული ასაკიდან ბიჭებს ვეუბნებით, რომ მაგალითად არ იტირონ, არ გამოაჩინოს სისუსტე, მარტო გაუკლავდნენ პრობლემებს, იმიტომ რომ კაცი ასე იქცევა, თავს არ მოახვიოს არავის, თავისი გრძნობები ან ზედმეტად არ გამოხატოს თავისი გრძნობები. ბიჭებიც ცხადია განსაკუთრებით, აი როგორც კი ცოტა ოდნავ წამოიზრდებიან და უკვე პატარა ბავშვები აღარ არიან, იწყებენ ამის სწავლას და ამ ემოციების დათრგუნვას. და იმდენად იწაფებიან ემოციების დათრგუნვაში, იმიტომ რომ იმდენად აქებენ ბიჭებს, რომლებიც ემოციებს არ გამოხატავენ და აი როგორ კაცებით არის, აი როგორი დინჯია, აი როგორი სერიოზულია და ძლიერია, ხო? რომ მე ამბობენ, რომ არის მთელი სპექტრი ემოციებისა აი რაღაც შეგრძნებებისა, რომელსაც კაცები უბრალოდ ვეღარ გრძნობენ, ვეღარ აიდენტიფიცირებენ და კომფორტულად არ არიან თუ აი ეს გრძნობები მათში წამოვიდა და ცდილობენ რომ ისა გააძევონ ეს მათთვის უცხო ან კულტურულად მიუღებელი გრძნობები და ამბობენ ესეთ რაღაცას რომ აი თავს მაგალითად არ გრძნობენ კომფორტულად ძალიან ინტიმურ მდგომარეობაში, რამს გულისხმობ, იცი, ინტიმში, სადაც ღია ხარ, ხო, აი სადაც ღია ხარ და ასე ვთქვათ, მოწყვად, ესე ხელის გულზე ჩანხარ, ვინ ხარ, რა ხარ და ეხლა ყველა ადამიანი თავისთავად შინაგანად არის ნაზი არსება, სულიერი არსება. და ამბობენ, რომ საერთოდ აღარ შეუძლიათ ეს იგრძნონ, იმდენად გადაეჩვივნენ, რომ უბრალოდ გაურბიან ამ შეგრძნებას. რამდენად მართალია ეს? ან რა უნდა გააკეთონ კაცებმა თუ ისინი აღარ იცნობენ თავის ამ მხარეებს. ხო და მაგალითებსაც მოვიყავ, მე მაგალითად ძალიან ბევრს ლაპარაკობდი ბავშვობიდან, რა ძალიან ცელკი ვიყავი ან სკოლაში და ნუ სულ ეგ მესმოდა, რომ აი შენ როგორც პატარა ბიჭი ამდენს არ უნდა ლაპარაკობდე რა, იმიტომ რომ რაღაც საიდუმლო უნდა დატოვო რა. და მახსოვს რომ ხო აი კვირა დღეს ან მართლა ანუ ძილისით ჩემ თავთან დებდი ხოლმე პირობას რომ ორშაბათიდან ბევრს აღარ ვილაპარაკებ რა უბრალოდ სკოლაში რომ შევდიოდი მავიწყდებოდა რა და ეგრევე ვიწყებდი ლაპარაკს რა მე ზოგადად ამ ღიაობაზე სულ მქონდა მე არ მქონდა პრობლემა მაგრამ სულ იყო ეს პრობლემა რომ რატო გაიხსენი თქვათ სულ რატო ლაპარაკობ ან სულ რატო ხუმრობ ხო და აი მსგავსი რაღაცები და ბაიამ რაზეც ისაუბრა აი პრაქტიკული მხარეც მინდა რომ დავინახო რა იმიტომ რომ ხო აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შეიძლება ესე ჩათვალოს მსმენელმა რომ ანუ ჩვენ გვინდა რომ ყველა გაიხსნას და ანუ რაღაცა უცბად ერთიანად სიტყვაზე ვამბობ რა მაგრამ აი რა არის იმის პრაქტიკული მხარე რომ ესეთი ჩაკეტილები არ ვიყოთ დადებითი პრაქტიკული მხარე
სხვათა შორის დადებითი, ანუ სანამ თქვენ გიპასუხებთ და მე დაუბრუნდები იმ კითხვას, რაც ბაიამ დასვა, იმიტომ რომ კი, ეგრეა. მე ვატყობ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან დიდ shifts და ძალიან დიდ სხვაობას მაგალითად მილენიალებსა და ჯენზებს შორის. და ჯენზი არის ის თაობა, რომელიც საკამაოდ თამამად საუბრობს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ემოციებზე, საკმაოდ კარგად ერკვევა იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ჯენზისთან მიმართებაში სხვა თაობებს, მილენიალებს, ბუმერებს და ასე შემდეგ ქონდეთ რაღაცა პრობლემები, რომ აი ჯენზები რაღაცა შვებიან, ისე ვერ შვებიან, ან არ ისმოდეთ ამ თაობის. ეს არის ემოციური ინტელექტის მხრივ ძალიან განვითარებული თაობა. და დამსახურება არის იმისი, რომ დღეს გაჩნდა ძალიან ბევრი საინფორმაციო წყარო, რომელიც უბრალოდ ფსიქოგანათლების დონეზე გიხსნის რა არის. აი რა არის, აი ემოციური ანესტეზირება ხდება, როდესაც ბავშვი თრგუნავენ სხვადასხვა ტიპის ემოციას. ხო, აი დახშობა ხდება, საბოლოო ჯამში გაბლაგვება ხდება, იმიტომ რომ ერთხელ იგრძნო უთხრეს, რომ არ შეიძლება, რომ ამის შეგრძნება ცუდია და ბავშვთან როგორ იღებს ამას ყველაფერს, რომ აი მაგალითად რომ ჩავუღრმავდეთ თქვენ кейს, ახლა რაც მოყევით, ხო, თქვენ ბავშვობაზე, რომ პატარა ბიჭი პირობას დებს, რომ ბევრს აღარ ილაპარაკებს, ანუ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიხარ, ანუ ხო, შენი იდენტობის წინააღმდეგ ხარ ექსპრესიული და გეუბნებიან, რომ ექსპრესიულობა არ შეშველის კაცს, რატომ ხაც? ან კითხვა რა შეუბრუნოთ, ბავშვს ხო არ შეუძლია კითხვა შეუბრუნოს, ის ამ ავტორიტეტს ძალიან ისე აღიქოს, ხო, მშობელი ავტორიტეტია, უკეთესად იცის, მასწავლებელი ავტორიტეტია და იმას რასაც ეუბნებიან, მას უნდა რომ იყოს მოსაწონი, იმიტომ რომ ადამიანი სოციალური არსებაა და ადამიანს სჭირდება მიკუთვნებულობა ჯგუფისადმი. პირველ რიგში ბავშვს ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ მოსაწონი არ არის, ის იქნება მიტოვებული. ამიტომაც ყველაზე მოწყვლადი ასაკი არის ბავშვობა. ამიტომ ვცდილობთ, რომ ბავშვობაში ვიყოთ სხვისთვის მოსაწონები და საკუთარი თავის და საკუთარი საწყისის საწინააღმდეგოდ შეიძლება დაგვჭირდეს სვლა. ანუ მე ვარ ექსპრესიული, მეუბნებიან რომ არ იყო ექსპრესიული და რას ვაკეთებ? ვთოკავ ამას. სინამდვილეში რას ვაკეთებ? ომს ვიწყებ საკუთარ შინაგან სამყაროსთან, ხო? რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამცავი მექანიზმი ფსიქიკის მასწავლის როგორ გამდევნო ყველა ამ ემოციის შეგრძნება, იმისთვის რომ გადავრჩე, იმიტომ რომ თუ ეს ვიგრძენი, აღარ ვიქნები მოსაწონი, თუ მოსაწონი აღარ ვიქნები, საერთოდ ამ ჯგუფის წევრი აღარ ვიქნები და მივდივარ ძალიან ღრმა შიშებამდე, ანუ მიტოვების და საბოლოო ჯამში საერთოდ სიკვდილის შიშამდე მივდივარ რა. მაგრამ ნახე, რაღაცა მომენტში არ არსებობს რომ ამას არ კონდეს თავისი გამოძახილი. ეს ემოციები არსად არ მიდის. ეს ემოციები გარდაიქმნება დისკომფორტებად. და მარტივ მაგალითად ნევროზებად ეგრეთ წოდებული ფსიქოსომატიკად პირველ რიგში სხეულებრივ ტკივილებად, დაავადებებად, ფიზიკურ დაავადებებად და ძალიან ხშირია და ძალიან მომატებულია ჩვენი თაობის წარმომადგენლებში ფსიქოსომატური პრობლემები. დაწყებული თავის ტკივილით, დამთავრებული, არ ვიცი მე, ხერხემლის ტკივილით, ზურგის ტკივილით და თან აი ჩემ ხელა კლიენტები მაგალითად ვინც თერაპიაში მოდიან და ძალიან განსხვავდებიან ჯენზებისგან, რომლებიც მოდიან. ჯენზი იცის ყველაფერი თავისი პრობლემის შესახებ. ფაქტობრივად ჯენზი მოგიყვება მთელს, ანუ ბიჭებიც ეგრეა. და ეს არის დამსახურება იმისი, რომ ამ თემებზე მიდის საუბარი, რომ არსებობს პოდკასტი, არსებობს, არ ვიცი მე, ინსტაგრამზე რაღაცა თუნდაც პატარა რილზები, რომელიც ჯდება გონებაში და შენ აიდენტიფიცირებ, რომ უი, აი ეს ვიღაცა ლაპარაკობს და რაც უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ლაპარაკობს, რომელიც ჩვენთვის შეიძლება იყოს და მისაბაძის როლ მოდელი, ლაპარაკობს სპორტსმენი, მაგალითად ლაპარაკობს მსახიობი, ვინც შემდგარია და ვის ერთგვარ არც წარმატებულობასთან, არც პიროვნებასთან არ გაკითხვის ნიშნები, ხო? ანუ ხედავ, რომ აბსოლუტურად ისეთი, არ ვიცი მე, ყველანაირი გაგებით მამაკაცია, მაგრამ უცებ გელაპარაკება, რომ იცი რა, მე აქ მткиოდა. ან მე მივმართებ თქვათ ფსიქოლოგს რაღაცა პრობლემის დასახმარებლად და მან ხვდები, რომ იცი რა, შეიძლება. დაშვებულია. მე რასაც ვაკვირდები, აი რა დაუბრუნდა მაგ თემას არის, რომ გარდა იმისა, რომ კაცები რაღაცას განიცდიან, აი მაგალითად
სირცხვილის განცდას, ზევდას, ტკივილს. ისინი კიდე ზემოდან განიცდიან, რომ რას ქვია ამას განვიცდი. ხო, ნუ თავისთავად. ანუ ორმაგ განცდაში არიან. და გაორმაგებულად დამძიმებული შფოთვით მომდივარ, რომ მე ვშფოთავ და თან პლუს იმაზე ვშფოთავ, რომ რატო ვშფოთავ და საერთოდ რაღაცა აი ამ შფოთვის ქარბორბალაში ვარ, ხო? მოდის მაგალითად მილენიალი, რომელიც არის სოციალურად სრულიად შემდგარი, რაღაც კარიერულ საფეხურზე მიაღწია ყველაფერს, აბსოლუტურად აკმაყოფილებს იმ სოციალურ სტანდარტებს, რომელსაც საზოგადოება უყენებს დღეს, მაგალითად კაცს რო ერქოს, რო არის წარმატებული და აბსოლუტური დისბალანსია მის სოციალურ სტატუსსა და მის შინაგან სამყაროს შორის. სრული უკონტაქტობა. მოდის ძირითადად რა დაკვეთით. მოდის და გეუბნება, რომ მე მაქვს ყველაფერი. მე გავაკეთე ყველაფერი. შრომობ, კარგი მანქანა მაქვს, კარგი მყავს, რა ქვია, ოჯახი, სახლი მაქვს. ყველაფერი შევქმნი. როლი შეასრულა რა, ხო? და რამ ჭირს არ ვიცი. ანუ რამ ჭირს არ ვიცი. რას უჩივიან ხოლმე როგორც წესი? ფოთვას ალბათ სავარაუდო, ხო? ორი ვერსია არის. ან არის ფოთვა, ან არის საშინელი სიცარიელის განცდა. ხო, არაფერი არ მახარებს. კი, ეს აღშრად გამიგია. ყველაფერი თითქოს მაქვს და ვერაფრით ვერ ვტკბები და თავი უმადური მგონია და ამაზე კიდე ზემოდან შფოთავს, რომ აი ცუდი ტიპი ვარ. იმიტომ რომ მე ყველაფერი მაქვს. უნდა მადლიერი ვიყო და რატომ არ გრძნობ? ამ დროს მადლიერებაში არ არის პრობლემა. გრძნობს მადლიერებას. და მე ვიტყებთ, რომ ანუ შენ შესახებ რა იცი? და ნახე, როგორც კი გარე ატრიბუტიკას მოაცილებ და ეუბნები, რომ მოდი იცი რა, შენ მე მომიყევი შენს შესახებ ისე, რომ არც შენი რეგალია არ ახსენო, არც შენი სოციალური სტატუსი, არც შენი ეკონომიკური, არ მაინტერესებს რა უნივერსიტეტი დაამთავრე, ან რომელ სოციალურ წრეს წარმოადგენ. ან რა საქმიანობ. ვინ ხარ? აი ვინ ხარ, ხო? ამაზე პასუხი იცით, რომ ყველაზე რთული ადამიანისთვის. ვინ ვარ? და მან იცით რატო არის რთული და თან შემაშინებელი, იმიტომ რომ მან მივდივარ იმ ადამიანურ საწყისებამდე, რომ მე მგრძნობიარე არსება ვარ. მე ვარ ერთი პატარა გოგო მაგალითად. იმის და მიუხედავად რომ შეიძლება ვიყო სამი შვილის დედა, ან ერთი პატარა ბიჭი, რომელიც შეიძლება ვიყო, არ ვიცი, ძალიან დიდი კომპანიის მმართველი, რომელსაც სწყინს, რომელსაც სტკივა, რომელიც სევდიანობს, რომელიც რაღაცებით უკმაყოფილოა, რომელიც არ უყვართ, რომელიც ვერ პატიობს რაღაცებს თავის მშობლებს, რომელიც ვერ პატიობს რაღაცებს თავის საზოგადოებას, რომელსაც გულისწყდება, რომ რაღაცის გაკეთება უნდოდა და ვერ გააკეთა, რომელსაც საერთოდ იქ არ უნდა ყოფნა, სადაც არის. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა? მე იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ჩვენ გვიყურებს, ძალიან ბევრი ადამიანი, ქალიც და კაციც საკუთარ თავს ახლა ამაში ამოიცნობს და ბევრი რამე მისთვის იქნება ნაცნობი. აი იმ ცოტა განათლებით რაც გვაქვს, იმიტომ რომ აი ჯენზი მართლა უფრო განათლებული, ყურადღებას აქცევს და იცის ინფორმაცია საიდან მიიღოს. მილენიალები და კიდე უფროსი თაობა ამ ცოდნის გარეშე მოვიდა დღემდე, აღმოაჩინა, რომ აქვს კრიზისები, უკვე შუახნის კრიზისებს ვეძახით, განსაკუთრებით ვინც აგერ 40 წლის გარშემო ვტრიალებთ და აი ვხედავთ უკვე რომ პრობლემა გვაქვს, თუნდაც გვაქვს ეს რაღაცა სევდა, დეპრესია, სიცარიელე. აღარ ვიცი რისთვის ვცხოვრობ, აღარ ვიცი საით უნდა წავიდე. რა ვურჩიოთ ამ ადამიანებს? ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაღაცის მიხვედრა, რომ მე როცა ვაღიარებ იმ გრძნობას, რომელსაც ვატარებ, ძალიან ხშირად ადამიანს გონია, რომ მე თუ ვაღიარე, რომ მაგალითად მინდა, რომ ეს წყალი დავლიო, ეს ნიშნავს, რომ მე ეგრევე უნდა ავდგე და ეს წყალი დავლიო და ეს არ ნიშნავს. ხო. მე შეიძლება ვაღიარო, რომ მე ეს წყალი მინდა, მაგრამ მე გავაკეთო არჩევანი, დავლევ ამ წყალს თუ არ დავლევ. მაგრამ ნახეთ, შინაგან ომს ვამთავრებ იმით, რომ ვაღიარებ იმას, რაც არის და არ ვეიბრძვი. ხო. ანუ პირველი ნაბიჯი არის, რომ მე ვაღიარო, რომ მე მაქვს უფლება გრძნობდე თავს ისე, როგორც გრძნობ. ამით იწყება ყველაფერი. ეს მე უარეს მდგომარეობაში არ ჩამაგდებს. უარეს მდგომარეობაში მაგდებს ზუსტად მთელი ის პროცესი, როდესაც მე ვცდილობ საწინააღმდეგო გავუკეთო საკუთარ თავს. ანუ ჩემი გრძნობა ხელოვნურად შევცვალ. ნახე, მე თუ ვარ სევდიანი, მე ხელოვნურად ვერ გავხდები
ბედნიერი, მხიარული და ასე შემდეგ. მე თუ ვარ გაბრაზებული, მე რამდენიც არ უნდა ვიჩიჩინო საკუთარ თავს, ეს გაბრაზება არსად არ წავა. სანამ არ ვაღიარე. და არ ქონიათ მომენტი, როდესაც გითქვამთ, რომ აი მე გაბრაზებული ვარ. რა უცებ გიგრძნიათ შვება, რომ სათხაც აორთქლდა ეს გამცდა. ხო, აი მე შემიძლია ვთქვა მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დაახლოებით წელიწადზე მეტია ჩემი ფსიქოთერაპევტი მასწავლის როგორ მივხვდე რომ გავბრაზდი. და როგორ აღმოვაჩინე რომ გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ეგეც ძალიან დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაცა სტოიკური და მშვიდი უნდა იყო რა და ეს გაბრაზება არ უნდა გამოხატო როგორც კაცმა, იმიტომ რომ ეს სისუსტეა რაღაცნაირად შენი, რაღაცნაირად გაამჟღავნე თავი და ნუ ჯობია რომ საერთოდ არ შეგეთხოს ეგ თვისება და ხო ეს რაღაცა ცოტა ორი კატეგორია გვაქვს. ერთი, როდესაც კაცებს გონიათ რომ ბრაზი ძალიან კარგია და დალეწონდა და ანგრიონ ყველაფერი და ყველა გარშემო და მეორე, ესეც მეორე ვარიანტია რომ მე თუ ძლიერი ვარ, ვაკონტროლებ ამ ჩემ ბრაზს და ავბრაზდები, ხო? და ერთი რაღაც კიდე მაინტერესებს და თან რაღაც კომენტარიც მინდა გავაკეთო რა, რომ აი ფსიქოლოგთან სიარულის კულტურა ახსენეთ თქვენ, თქვა ჯენზი მილენიალს შორის განსხვავება და თუ გაქვთ დაკვირვება, თქვა ჯენზი თაობა ერთმანეთს თუ უყვება თავის პრობლემებს, იმიტომ რომ ჩემ თაობაში რა ხდებოდა, ისე შეიძლება ფსიქოლოგს მოუყვე ახალგაზრდა კაცი ხარ და რაღაც ფოტოები გაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ იქ რჩება რა. ის კი არა იქ ქართულ ფსიქოლოგთან სიარული საერთოდ არ მომწონდა, იმიტომ რომ მეგონა რომ ანუ ნუ მე ყველა გაიგებდა რა, რაზეც ველაპარაკებოდი და კაცები, ნუ ეხლა ჯერ კიდე მიჩვეული ვარ, ბიჭი დაუძახო ჩემ თავს, მაგრამ ნუ ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ ბიჭები მიჩვეული ვართ ისე, რომ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, ყველაფერზე. ოღონდ არასოდეს არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მართლა გვაწუხებს. არასოდეს არავისთვის არ მეთქავს, რაც მაწუხებს რა. აი მართლა არც არ მეთქავს, აი ყოველთვის დამიმალავს რა. არც მეგობრებისთვის, არც ბაიასთვის, ავიც, არც ჩემი მშობლებისთვის, არც ჩემი ცოლისთვის, არც მე საერთოდ აი ძალიან მიჭირს, რაც მართლა მაწუხებს, იმაზე ვილაპარაკო რა. რაღაც რჩევა რა, რომ მეგობრებმა მაინც რომ მოახერხონ. რატო ეხლა პირდაპირ ვიტყვი რა, რომ რაღაც კვლევები არსებობს, რომ ქალებს ყველაზე მეტად ეშინიათ გაუპატიურების, კაცებს ყველაზე მეტად ეშინიათ დაცინის. ხო? ეხლა მე რაც შეგნებული ცნობიერება მაქვს, ძალიან დიდი დისკომფორტია ჩემთვის დაცინა რა. ნუ დროთ ან ვებრძოდი რაღაც მე თვითონ ხუმრობ ან იუმორი ძალიან რაღაცა მივეკედლე იუმორს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ველში ყოფილიყავი, რომ აი ეს ღლიცინი და გადაობა ყოფილიყო ჩემთვის ყოველდღიურობა, იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის ტკივნეული იყო რა. ეხლა სკოლიდან რომ ახსენდება, ბაღიდან რომ ახსენდება, რა გაცვია, როგორ გამოიყურები, რაღაცა ყოველთვის ძალიან მტკივნეული იყო. არასოდეს არავის არ ვთქვამს, რომ შემეძლო რომ დამეფიქსირებინა, რომ ეს მტკივნეული იყო რა და თვითკვლელობაზე, ნელ-ნელა რაღაცნაირად უნდა გადავიდეთ უკვე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზეც რა ვთქვათ, რასაც მაგრამ მაინტერესებს აი რამე რჩევა ხო არ გაქვს მეგობრებმა რანაირად შეიძლება გადაინასო და გულახდილ ბიჭებმა. იმათაც ეშინიათ დაცინის. ხო. ერთმანეთსაც ხო მათში. ხო, ყველას ეშინია. და ხაიცით დაცინვა რა არის? ფსიქოთერაპევტ დაცინვა, ანუ სარკაზმი არის ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი მექანიზმი. ანუ იმასთან მიახლოება, რაც მტკივნეულია, იმედენად მტკივნეულია, რომ მირჩევნია, რომ მაგალითად ამას დავცინო. საკუთარ თავს მათ შორის. ო, მათ შორის მე ჩემი თავს მიმართავს. და ნახე, როდის დავცინი მეორეს? აი მაგალითად ის მეორე, როდესაც გულს გადამიშლის და მეუბნება, რომ არ ვიცი, რაღაცა აწუხებს, ხო? როდის დავცინი? დავცინი მაშინ, როდესაც საერთოდ არ ვიცი რა ვუთხრა, იმიტომ რომ ვიბნები. და მე თვითონ იმის მეშინია, რაზეც ის მელაპარაკება და ისე მეშინია იმასთან მიახლოების, რომ ავტომატურად ფსიქიკა თავს უკვე აი ამ მექანიზმს, რომ აი ეს ყველაფერი გავაბაიბუროთ, რომ ეს ნამდვილი არ იყოს. სადღაც უნდა გავიქცეთ. ძალიან გვეშინია ადამიანებს საერთოდ ძალიან სიღრმისეულ გრძნობებთან მიახლოების. შენ ახსენე, რომ აი იყო დანახული, ხო, აი შენი მთელი სათუთით, რომ ხო, აი ადამიანი ხარ და ადამიანი ძალიან მსხვერპლად არსებაა სინამდვილეში, ხო? თუ არ შექმნა რაღაცა გარე ბარიერები, რომლითაც აი ამ მსხვერპლადობას ცდილობს, რომ დაიცვას თავი. სიამოვნებაში შიგნით გვაქვს ეს ამოსაშენებელი. ხო, ხო. ჩვენ მთელი საზოგადოება
აბა ცდილობთ გარეგნულად აი ეს რაღაცა ჯებირები შევქნათ და ჩვენ თვითონ ხდებით ამ ჯებირებში მერე ტყვეები და მარტოსულები და მერე რა გჭამს? ჯერ გჭამს შფოთვა, აი ამ შფოთვით, აი ამ ჯებირებს აშენებ და რაღაცაში იჭედები და მერე იწყება აბსოლუტური მარტოობის განცდა. იმიტომ რომ იქიდან არ იცი, ვის ელაპარაკო, როგორ ელაპარაკო, იმიტომ რომ მეორესაც ესე აქვს აშენებული, მესამესაც ესე აქვს, ხო? და არის გრძნობა, კიდევ ეს გრძნობა, რომ შენი არავის არ ესმის, შენ ვერავინ ვერ გხედავს და შენ ვერავინ ვერც გაგიგებს. და ამას მოაქვს აი ეს ყველა ადამიანს აქვს ჩემი აზრით ეს მომენტი. იმიტომ რომ არც იციან როგორ მოусმინონ ერთმანეთს. კი. და როგორ მოუხმონ ერთმანეთს. და თვითონ იმ ადამიანმა არის როგორ თხოვოს. ხო, ნახე, მან ძალიან დიდი მithumეტეს კაცებზე თუ საუბრო. ხო, კაცებს ზოგადად გვიჭირს მოსმენა ახლა ჩვენ რა. თხოვნა არა? თხოვნა ძალიან უჭირს. ხო, დახმარების თხოვნა. იმიტომ რომ სისუსტესთან არის. ანუ სინამდვილეში ჩვენ ხო რას ვაკეთებთ? ანუ არის რაღაცა ფენომენები, რომელსაც ჩვენ ვადებთ ინტერპრეტაციას. ანუ ეს მაგიდა არის თეთრი. მაგრამ როგორც კი მე ინტერპრეტაციას გავაკეთებ, რომ თეთრი ცუდია, ეს მაგიდა გახდება ცუდი. ამ დროს ეს მაგიდა ჩვეულებრივად არის თეთრი. ზუსტად იგივე ხდება ყველანაირ ადამიანურ ემოციაზე, ადამიანურ ფენომენზე, ადამიანურ შეგრძნებათა სისტემაზე, რომ ანუ მე თუ მაგალითად რაღაცის გამო შევშინდი, ეს არის სისუსტე. მე თუ რაღაცა სისუსტე ცუდია, თან ესე აღიქნება, რომ ყოველთვის ცუდია. სისუსტე ცუდია ზუსტად. ის რა ქვია, ტირილი ცუდია, გულჩვილობა ცუდია. თუმცა რაღაცა დონეზე ნახე, კაცებმაც იპოვეს გამოსავალი. ხელოვნება არის ის გამოსავალი. ადამიანს ჭირდება ემოციების გამომჟღავნება. მაგრამ ყველა ხელოვანი ხო ვერ იქნება. ადამიანს არ შეუძლია არ იყოს ადამიანი თუ გრძნობს შიგნით რაღაცებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ მე თუ დაუბლოკე შიგნით ყველაფერი, მე აღარ ვარ ადამიანი, მე არ ვიცი რა, რობოტი ვარ. ანუ რითი განსხვავდებით, ხელოვნური ინტელექტი ჩემზე არის მილიარდჯერ უფრო ინტელექტუალური, ხო, ყველაფერი იცის, მე არ ვიცი ყველაფერი. მაგრამ მას არ შეუძლია ის იგრძნოს, რასაც მე ვგრძნობ. ამითი განსხვავდებით, მეტი არაფერი. სინამდვილეში ჩვენ რას ვიწყებთ? ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთის შეფასებას ინტელექტუალურად, რომ აი ჭკვიანია, სოციალური სტატუსის მიხედვით ფული აქვს, წარმატება აქვს, ცნობილია. მაგრამ ის რას გრძნობს? აი იმასთან მიახლოვება და თვითონ ის ადამიანი, რომელიც რაღაც გარკვეულ კიბეზეა სოციალურად წარმატებული, მართლა რამდენად არის ჰარმონიაში იმ თავის მიღწევასთან, ეს არავინ არ იცის. თუ ფსიქოლოგთან დადის, იმისმა ფსიქოლოგმა იცის. ამაცანა ის არის, რომ ვიღაცამ ერთხელ გაბედოს და იყოს უფრო თამამი და საკუთარ თავს დაუსვას, მაგალითად კითხვა, რომ ოკეი, აი რო დამცინებენ რა? ანუ რა მომივა რო დამცინებენ? როცა პატარა ვარ, რო დამცინებენ, ეს ისე მძიმედ განიცდება, იმიტომ რომ მე როდესაც ვარ სკოლის მოსწავლე, მე ძალიან მჭირდება, რომ ოჯახის გარდა სხვა სოციალური ჯგუფის წევრი ვიყო. და თუ გამრიღეს იქიდან, ეს იმდენად დიდი ტკივილია ნებისმიერი მოზარდისთვის, რომ იყოს გარიყული მარტოობასთან ასოცირებული, იზოლაციასთან ასოცირებული მდგომარეობა, შიშია ძალიან ბევრი. და მოდის თან საკუთარი თავის შესახებ რაცოდნა, რომ გამრიყეს იმიტომ, რომ მე ვარ ცუდი, მე არ ვარ საკმარისი, მე არ ვარ კარგი, მე არ ვარ სათანადო. მაგრამ როცა უკვე შემდგარი პიროვნება ვარ, არ ვიცი მე, ცოლი მყავს, შვილი მყავს, კარიერა მაქვს, მეგობრები მყავს, ან რა ვიცი, ვიღაცა ვარ. აი რომ დამცინოს ჩემმა რამდენიმე მეგობარმა. ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობა, თუნდაც ვერბალური მარაგი ხომ აქ იმაზე მეტი, ვიდრე იმ პატარა ბიჭს მქონდა, რომელსაც არის მეშინა და ბევრად უფრო მეტად ხო შევძლებ საკუთარი თავი დავიცვა. ხო. ამაზე ჩვენ არ ვფიქრობ. ჩვენ ზუსტად ისე გვეშინია დაცინოს, როგორც ბავშვობაში გვეშინოთ. ზუსტად ისე გვეშინია გარიყვეს, როგორც ბავშვობაში, იმიტომ რომ ის ბავშვობის შიში კატალიზირდება. და სინამდვილეში ეხლა თქვენ მე რო დამცინოთ. რაღაცა არ მომეწონება რომ აქ მომიყვანეთ მელაპარაკები და დამცინით. მაგრამ ვერ დავიმსხვრევი. ხოთი გამოვალ და ვიტყვი რა ვიცი მე სულ გაგიჭდა ეს ხალხი დამცინა და ამ გადაცემაში. მაგრამ მე რო ვიყო 12 წლის
მე რო აქ ვიჯდე და თქვენ მე დამცინოთ, მე აბსოლუტურად დანგრეული შეიძლება წავიდე. ეს ხვაობა. აი და დიდებს ჩვენ გვავიწყდება, რომ 12 წლიდან აქამდე ჩვენ იმდენი საშენი მასალა ჩავდეთ საკუთარ თავში, რომ შესაძლოა უკვე 40 წლის ასაკში ემოციის ჩვენებით აღარ დავინგრე. არც უკურეაქციამ დამანგრე. ხო, ნახე, მაგ მთელი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ცნობიერად ყველამ ვიცით, რომ აღარა ვართ 5 წლის და 12 წლის, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით ემოციურად. ხო. როდესაც რაღაც ხდება, ხშირად პასუხი მოდის არა 53 წლის ქალიდან, არამედ 12 წლის გოგო იწყებს ყირილს იქითა მხრიდან, რომ სხვებისთვის შეიძლება იყოს გაუგებარი, ხო? აი ეს კავშირი და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ ჩვენი ბავშვი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის. ანუ ჩვენი ყველა ვერსია ერთდროულად ცხოვრობს ჩვენში, ანუ ბავშვობა არ დამთავრებულა. ის ბავშვი მე სულ თან დამყავს, რომელიც ვარ და რიგ შემთხვევაში სწორედ ბავშვი რეაგირებს და არა ზდასრული. ზდასრული სხვანაირად მოიქცეოდა, ბავშვი რეაგირებს და აი ამ დროს აი აქ საქმეში, მომენტში ჩვენ ვერ ვიხსენებთ, რომ ვართ ზდასრულები და მე რამდენადაც ვიცი, ხო აი ტრიგერს ვეძახით, ხო ასეთ რაღაცას, რომ აი დატრიგერდა, ტრიგერი არის ის ინგლისური სიტყვა და ამის ხო, გამაღიზიანებელი ქართულად როგორც არის, ხო აი რაღაცას რო გამოკრა, გამაღიზიანებელი, ანუ რაღაც შეიძლება რაღაცა ბავშვობის ტრამვა, ბავშვობის მეხსიერება რაღაც და უცბად ის რეჟიმი ჩაირთო. ჩემში ხო ყველანაირი რეჟიმი არსებობს და უცბად შეიძლება ჩაირთოს აი 12 წლის გოგოს რეჟიმი ჩაირთოს და ის არის მოусვენარი ამ შემთხვევაში ის რეაგირებს და ეს ჩემი ცოდნა ქრება რომ მე აღარ ვარ ის აღარ მახსოვს რომ ვარ 53 წლის დიდი შემდგარი ქალი 12 წლის გოგო ვარ აი როგორ და თან რომელსაც რაღაც ეწყინა სავარაუდოდ და ისევ იმას ვეხმია ეს ამბავი რაღაცას ხვას მაგონებს რაც ვერ გადავხარშე, რასაც ვერ გავუმკლავდი და უცბად აი ეს რეჟიმი ირთვება ჩემში. აი და ესე ოპერირებენ ადამიანები რა, ანუ რეალურად ძალიან ცოტა არის ადამიანი, რომელიც სულ დასრულია და სულ ახსოვს და ეს ბავშვობის პრობლემები ყველაფერი მოაგვარა, ეს ხო თითქოს ესე არ არის. არ გვარდება ყველაფერი. ხო, და აი ამაზე რა ვქნათ, ამიტომ, აი ამ დროს რა. ხო, ნუ აი ახალგაზრდა ბიჭებისთანაც რო წამოვიდეთ რა, ხო აი მაგალითად მათ შორის შეიძლება იყოს აგრესიული ქცევა, ხო, აი ემოცია არ გამოხატო და ერთადერთი ლეგიტიმური გზა ემოციის გამოხატვის არის გაბრაზება. ან რაღაცის დალეწვა და მათ შორის არის ქცევები, ხო? ალკოჰოლის მიღება დიდი რაოდენობით, ხო, გაგვიგონია ეგეთი გამონათქვამი, რომ როსვამს მე ჭედავს. ან რაღაცა დალია და გამბედაობა მოემატა, იქ რაღაცა აგრესიული გახდა. ან თუნდაც პაემანზე წავიდა რაღაცა, ხო? ანუ უჭირდა კომუნიკაცია, მაგრამ აი ნუ რაღაცა ალკოჰოლი მიიღო და რაღაც შეიცვალა რა. ან ჩვენ კაცები ძირითადად მაგზას გამოვნახავთ ხოლმე, აი რასაც ლაპარაკობ, ეს ჩვენი პატარა ბავშვი რო იწყებს შფოთვას, ანუ ჩვენ ვიწყებთ დალევას, ვიწყებთ ანუ ძალიან უკიდეგანო დალევას, ვიწყებთ რისკის გამოხატვას, რომელიც აზიანო ხდება მე ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ხო? და ვიწყებთ აი რაღაც ჯგუფური რაღაცეებთან მიკედლებას რა. აი მაგალითად გვირჩევია, რომ რაღაც თეორიებში ჰეტეროსექსუალურ მოდელსაც ეძახიან ხოლმე, რომ ბიჭების ქცევის და ზოგადად სამყაროში ყველას ქცევის ლეგიტიმაციის მინიჭებელი ისევ კაცები არიან, ამიტომ თუ გოგოები ჩვენ გვეტყვიან, რომ რაღაცა დაგცინებენ ან არ ხარ კარგი პარტნიორი, რაღაცა, ნუ ეს არ გვაინტერესებს, თავარია ბიჭებთან მივიდეთ, იქ რაღაც მითები მოვიგონოთ, მე ბიჭები შევთანხმდეთ, რომ ის გოგოა ცუდი, შენ არ ახარ ცუდი და ნუ აი ესე რაღაცნაირად ეს პატარა ბავშვი დავაშვეშმინოთ რა. ანუ სარისკო ქცევები, ალკოჰოლი, აი ესეთი მითები და თუ არსებობს რამე ჯანსაღი გზა იმის რომ აი ამ რაზეც ილაპარაკა, აი ეს ჩვენში არსებული გაბრაზებული აი დაცინვის მოშიში ახალგაზრდა კაცი ჯანსაღი გზით დავაშოშმინოთ რა. ან ამოვიცნოთ რომ აი მაგან გაიღვიძა. ხო, რა თქმა უნდა.
მე არ მგონია რომ მარტო ფსიქოთერაპია ერთადერთი გზაა. ამოიცნო, ხო? ყველა ვერიulis. მაგრამ პირველი ჯანსაღი გზა არის რომ კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. ანუ საერთოდ კითხვით ისმევა და იწყება ყველაფერი და უბრალოდ ისე ხდება ხოლმე რომ ცხოვრებაში პირველ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას საკუთარ თავთან მიმართებაში შეიძლება ფსიქოლოგით გასმევინებდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ მე ძალიან მივესალმები სპორტს და განსაკუთრებით აღმოსავლურ ორთაბრძოლას, რომელიც გასწავლის საკუთარი თავის შეცნობას და არა მარტო აღმოსავლური ორთაბრძოლა, არამედ ნებისმიერი რაღაცა მნიშვნელოვანი ჰობი, რომელიცაც გჯერა, საზრისი, რომელსაც პოულობ და რა მისია გაქვს ცხოვრებაში და ყველა ადამიანს აქვს მისია ცხოვრებაში, თავისი მისია ოღონდ და არა სხვისი მისიით სიარული, ანუ საკუთარ თავს კითხო, რომ მე რა მინდა რომ გავაკეთო, ანუ მე შეიძლება დღეს ორკვირიანი მისია მქონდეს და მე ახალი მისია ვიპოვო და შეიძლება რაღაცა მთელი ცხოვრების წევრი. მაგრამ ნახე რა არის. ჩვენი ამოცანა არის, რომ ბავშვი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო? ბავშვი უნდა გაიზარდოს. ხო. ბავშვი გაიზარდოს არ ნიშნავს, რომ იქ სადაც საჭიროა ცოტა ბავშვურობა, ცოტა ხუმრობა, ცოტა სპონტანურობა, მე ვერ შევძლო. არა. გაბუტული ბავშვი უნდა გაიზარდოს, შეშინებული ბავშვი უნდა გაიზარდოს, ნაწყენი ბავშვი უნდა გაიზარდოს. ამ ბავშვთან დაბრუნება იწყება იმით, რომ მე ვაღიარო, რომ მე რაღაცებს გრძნობ. მე მაგალითად ჯერ ერთი არ ვარ მხოლოდ ერთი კონკრეტული რაღაცა ემოციების ლისტი. არამედ ვარ უკიდეგანო ემოციური პალიტრა. რომ მე არა ვარ მარტო ძალიან ისეთი გაწონასწორებული ფსიქოთერაპევტი, არამედ ვარ ზოგჯერ გაბრაზებულიც, ვარ ზოგჯერ მოუსვენარიც, ვარ ზოგჯერ არ ვიცი მე ფრუსტრირებულიც, ზოგჯერ ემპათიურიც ვარ, ზოგჯერ ფოთვარიც ვარ. ანუ როცა ვაღიარებ, რომ მე ბევრნაირი ვარ, შიგნით ჩემი სამყარო ბევრნაირია. მან უკვე იწყება კონტაქტი იმასთან, რომ უფრო ხშირად როგორი ვარ. აი ნახე, ეს კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და უფრო ხშირად როგორი ვარ, რატომ? იმიტომ რომ თხოვენ რომ ეგეთი ვიყო, თუ რეალურად რაღაცა ხდება და აი რაც შენ ახსენე რომ რაღაცა ტრიგერებია და მე ვცდილობ ვიყო ძალიან თავშეკავებული და მე უცებ ფეთქდები. ან ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, ან არ ვიცი მე ძალიან გაწონასწორებული და მე უცებ ტირილს ვიწყებ, ან ისტერიული ვხდები. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე მაინც და მაინც ისტორიული ვარ და უნდა იარლიყი მომაკრან, რომ აი ამისიც ეშინიათ ადამიანებს, რომ ერთხელ თუ აღიარა რომ სევდიანია, მიეკრება იარლიყი და განზოგადება ხდება, რომ всё, მისი იდენტიტეტს კაცებს ეხლა მგრძნობიარეობა ეს იარლიყია. მე შეიძლება იცით რა არის, აქედან რომ გავიდე, შეიძლება ძალიან არ მგრძნობიარე ვიყო, მაგალითად იმის მიმართ, რა ქვია, გადაკეტილი ქუჩის მიმართ, ბაგებში და ტრანსპორტის მიმართ და ასე შემდეგ, მაგრამ მთლიანობაში უფრო როგორი ვარ, ვიცი, უფრო როგორი ბავშვის გაზრდა იწყება ამ აღიარებით, ხო, რომ მე რაღაცები მეწყინა და მაგ უფლება მწყინდეს და მე რაღაცებს საკუთარ თავს მაგალითად ვუშლი, იმიტომ კი არა რომ მე მინდა რომ დავუშალო, არამედ ესეთი მოცემულობა იყო და იქნებ აღარ მჭირდება ამის დაშლა. აი ერთ მაგალითს მოვიყვან და სხვათა შორის ჩემ კაც კლიენტებს ძალიან კარგად ისმით ხოლმე, მე მთლიანად მთელი სტრუქტურა რაში არის. წარმოიდგინეთ შვედური მაგიდა, სადაც არის ძალიან ბევრი საჭმელი. აი ეს არის გარემო მაგალითად, შედიხარ და იწყებ ჭამას. იწყებ ჭამას და არ ჩერდები. აი წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიური ჩვენი კონტაქტი გარემოსთან ეს არის თითეული ლუკმა, რომელსაც ჩვენ რაღაცა გარკვეულ გამაღიზიანებელზე რეაქციას ვიღებთ, ხო? გამაღიზიანებელი ჩავყლაპე და რა უნდა ვქნა? როცა მე საკვები ჩავყლაპე, რა მჭირდება? დავღეჭო, უბრალოდ ჯერ პირში რო ჩავიდებ, დავღეჭო, გადავყლაპო და დავიცადო რომ მოვინელო. და ამის მერე შემიძლია მე მივხვდე მომეწონა, მარგო, არ მარგო, მაწყინა, საერთოდ მომინდება კიდევ ერთხელ ამ მაგიდასთან მისვლა თუ არა. აი, როდესაც ხდება ემოციების შეკავება,
და მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა პრიორიტეტიზაცია კონკრეტული ემოციის ერთის ანორის და დანარჩენის. ნახე? გემოს ვერ უგებ ალბათ, ხო? არა მარტო გემოს ვერ უგებ, წარმოიდგინეთ, რომ non-stop რეჟიმში თქვენ აი ამ მაგიდასთან დადიხართ და სულ რაღაცას ყლაპავთ. ისე რომ აღარ გესმით აღარც გემო, აღარც გშიათ, იბსებით. ძალიან კარგი შედარება, ჰიპერსექსუალობა, ბოდიში, აი რაც კაცებს შემთხვევაში გადაეძებათ ხოლმე მენტალური პრობლემად, როცა აქვთ ძალიან ბევრი ურთიერთობები რა. იმიტომ რომ რაღაც იქ სოციალური მეებს ეძებენ, ანუ როგორ ქალთან უნდა იყვნენ, თქვათ როგორი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ, ამის სოციალური მხარე, მე ეს ემოციურად მოწონს, არ მოწონს და ნუ რაღაცა ძალიან იმას ან თავის თავს უმტკიცებს, რომ ძალიან მაგარი კაცია. ხო, ძალიან მაგარია, ხო, ეს შეძლო. მაგრამ ნუ ემოციურ დონეზე ეს გემოს გზნობს. ჭამა და სექსუალური ნაწილი ძალიან მსგავსია სხვათა შორის, რომ მე ხო უნდა მივხვდე, რომ აი ის რაღაცა რაც შევიგრძენი, ანუ ასიმილაცია ხო უნდა მოხდეს. ასიმილაცია მასწავლის, რომ იდენტიფიკაცია გავაკეთო მე ემოციის. რომ ეს ემოცია არ დამიბლაგვდეს. და როდესაც მე ან ბევრი პარტნიორი მყავს, ან ბევრი საჭმელი მაქვს, რომელსაც ვერც კი ვატან გემოს, საბოლოო ჯამში მე ვკარგავ კონტაქტს საჭმელთანაც და საკუთარ თავთანაც. აღარაფერი აღარ ვიცი. ეს ბავშვობიდან შეიძლება ისწავლო, იმიტომ რომ მე რასაც ვარ დაკვირვებული ჩემ თავზეც და სხვა ახალგაზრდა კაცებზე, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, ზოგმა მოახერხა, ზოგმა ვერ, ანუ ამით არ გავკითხავ, მაგრამ ვინც მოახერხა, სადღაც 22, 13, 14 წლის ასაკში მოახერხა, რომ თუნდაც საჭმლის გემო დაესვა, ის რაც მას მოწონს რა. და ჩემი გამოცდილება ეგეთია, მეც ესე მოხდა. ყველაფრის გემო გვიან მივხვდი. მე რამ გემო მომწონდა, ხო? და ბავშვობიდან შეიძლება რომ ახალგაზრდა პატარა ბიჭებს რომ აი რაღაცა ეხმაროს. ეგ არ არის მარტო ბიჭების პრობლემა, ეს ცალკე პოდკასტის პრობლემაა, იმიტომ რომ განსაკუთრებით საქართველოში როგორ შეიძლება ბავშვმა ისწავლოს რაღაცის გემო, როდესაც მას საერთოდ არ ეკითხებიან შია თუ არ შია. მას პირდაპირ ეუბნებიან, რომ შენ გშია და მორჩა. ანუ ოკეი, წლამდე, წლინახევრამდე სანამ ბავშვი ტირის და ტირილით მოითხოვს და მაგ დროს დედა ასრულებს იმას რა ქვია ფუნქციას რო აჭამოს, იმიტომ რომ ის ტირის და დედა რეაგირებს მის მოთხოვნილებაზე შიმშილის, მაგრამ საკმარისია ბავშვი შიმშილის გამო არ ტიროდეს, დედა მაინც მიდის და ცდილობს რომ საჭმელი მისცეს. კარგი, მაგრამ ბავშვი ლაპარაკს რო იწყებს და გეუბნება რომ დედა არ მშია და სქეს არ აქვს მნიშვნელობა. გოგო და ბიჭი. არა გშია. არა გშია. ან როდესაც გეუბნება ან ცივა და გცივაო. მე მომწონს. და მან დედა მიწყება დათრგუნვა საერთოდ მე საერთოდ რას გზნობ რა მინდა, როგორ მინდა. იგივე სკვებითი დარღვევები, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს და მრავლად გვაქვს, ხო? თავიდან ბოლომდე ამასთან არის კავშირში. რა საინტერესოა. არა მარტო უკავშირთან. არა მარტო უკავშირთან, რომ შენ მაგალითად მსუქანი ხარ და გონიათ ხოლმე, რომ აი მე რო სკოლაში მიკეთებდნენ ესეთ მას უკავშირს, რომ მსუქანი ვიყავი, ამიტომ დავიწყე და მივედი მე ანორექსიამდე, არა. აი იმ მომენტიდან იწყება, როდესაც მშობელს არ ესმის, რომ შენ უნდა გკითხოს, გშია თუ არა. და რა თქმა უნდა, გემო დედამ უკეთესად იცის, რამდენი მარილი გჭირდება. და შენ მერე გზრდიან ისე, რომ როგორც არ უნდა გეკირა, ისეთი მარილიანი უნდა გეჭამა, ან უმარილო. და მერე საერთოდ გავიწყდება, იმიტომ დათრგუნული გაქვს, რომ შეიძლება 32 წლის ასაკში ადგე და ექსპერიმენტი გააკეთო და გასინჯო, იქნებ საერთოდ სხვანაირად მოგწონს ეს კერძი. კი, ანუ თამამად ესე მახსოვს ის რო აღმოვაჩინე უკვე სტუდენტი ვიყავი, რომ მივხვდი, რომ მე ჩაის შაქრი არ მომწონს. სამკოვს შაქრიან ჩაის ზე ვარ გაზრდილი. და ნელ-ნელა მივხვდი, რომ შემიძლია რომ ჯერ ერთი, მეორე, მესამე, ბოლოს ამ თუ ბოლოს გაქრა მე მივხვდი, რომ არ მჭირდება. ხო, მე მაგალითად ვერ ვიტან ხორცს. ხო. მაგრამ ან არ შეიძლებოდა. როგორ შეიძლება? აი ეგ კიდე ცალკე ხო, ნუ ან ჩვენ თემას რა ვახსენებთ. ხო, კი, კოვზის ფენომენს ეძახიან და რაღაცა ხო. გამოვლილი არაერთგზის გამოვლილობა და შიმშილი, მაგრამ მეორე როცა დღეს ჩვენ ზრდასრულები ვართ და საჭმელი არის, ჩემი ზრდასრული ეგო მდგომარეობა
ნიშნავს იმას, რომ მე გავაკეთო არჩევანი. ეს ავიღო თუ ეს ზუსტად იგივე ემოციებთანაც. კი, ძალიან კარგი შედარებაა რა და კარგია რომ კვებაზე გავედით, იმიტომ რომ დაემთხვა, მაგრამ დაახლოებით 10 წელია მაგაზე ვფიქრობ რა, მას მე რაც განსაკუთრებით ცხეული სოციოლოგიაზე დავიწყე ფიქრი რა, რომ სუნი გემო და რაღაცეები, აი, ნუ ძალიან სასწაული სამყაროა, მაგრამ მე ძალიან გვიან დავსვი რა, იმიტომ რომ როგორც ჩანს და ეხა ისაც მე თქვა ბავშვებსაც რო უყურებ და რაღაც, ნუ ძალიან გარედან გეხვევა გემოს არჩევა რა და მათ შორის შეგვიძლია გადავიტანოთ იმასაც კი ხო კაცი თუ ხორცს არ ჭამს და წვადები და ხინკალი თუ არ უყვარს და კანჭი ცოტა რა კაცია ცოტა ესეთი სიცა არის ან თუ არ სვამს არაფერს ხო ნუ ეხლა თავარი ისე არ შეიცვალოს რომ ის არ გახდეს მე ახალი ჩარჩო ხო ეხლა ეგეც ძალიან პრობლემაა რა საერთოდ ყველანაირი ჩარჩო პრობლემაა როდესაც უკიდურესია უკიდურესობაა პრობლემა, თორე არც ხორცის ჭამაა პრობლემა და არც ხორცის არ ჭამა. ამ ინტერპრეტაციის მიწება ადამიანზე, რომ თუ ხორცს ჭამს, ის არის ძლიერი კაცი და თუ ხორცს არ ჭამს, არ გარაფრად, ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ ადამიანს ვერ ვხედავთ. კი. ნუ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა კიდე რომ ვისაუბროთ, არის მარცხის შიში და დაწყების შიში, რომელიც ახალგაზრდა კაცებში და კაცებში ნუ ძალიან გვხვდება რა, იმიტომ რომ ჩვენს ვახსენე უკვე სპორტზეც გვექნება პოდკასტი და ნუ სპორტმა რაღაც პერიოდის მერე ხელი შეუწყო რომ კაცები გამხდარი იყვნენ აი ესე აქეთკენ მომართულიყვნენ უნდა იყო დაუმარცხებელი უნდა იყო დაუნდობელი და ასე შემდეგ და ეს შეიძლება როგორც ჭამა შეგვიძლია გადავიყვანოთ ურთიერთობებზე ეს მარცხის შიში გადადის მე უკვე ყოველდღიურობაში რომ რაღაცა გააკეთო რა ხო ხო წარმატების ფეტიშიც რა წარმატების ფეტიშიც ხო რა რომ აუცილებლად წარმატებას მიაღწია და აუცილებლად ძალიან ბევრი ფული უნდა იშოვო რომ აი ეს ოჯახის მარჩენალი სტატუსი მე ჩვენ ვაკეთებთ კვლევებს ახალგაზრდა ოჯახის და როგორც მთელი სანათესოზე შეიძლება გადაიზარდოს მე ეს თავარი შიში მიუხედავად ადამიანის გენდერული იდენტობისა ხო ანუ არის ხოლმე რომ ვაიმე დავიწყებ თუ არა მუშაობას და მექნება თუ არა შემოსავალი კაცზე მაქვს ლაპარაკი ქალზე არ მაქვს ლაპარაკი ხო და აი ამაზეც რო გველაპარაკო აი მარცხის განცდასთან საიდან იღებს სათავეს მარტო სპორტიდან ხო არა ხო ან სტრუქტურა კაპიტალისტური რაღაცა წარმატება თუ და მან თუ არსებობს რაიმე ხერხი ან პრაქტიკული რჩევა რაც ახალგაზრდა კაცებს შეიძლება რომ მიუცეთ იცი რა არის ზოგადად ფსიქოლოგიასთან გამოცდილება გაქვთ ახლა ფსიქოთერაპიას და იცით რა არ არსებობს არც უნივერსალური რჩევა და ყველა თავისით მიდის იმ რჩევამდე ხო მაგრამ ხო, მარცხის შიში არ არის მარტო კაცებისთვის დამახასიათებელი, უბრალოდ ისევ და ისევ გენდერულად გაყოფილია რა მიმართულებით ეშინია კაცს მარცხის და რა მიმართულებით ეშინია ქალს მარცხის, ხო? კაცის მარცხის შიში უფრო მეტად გარემოზეა დამოკიდებული. ქალს ეშინია მაგალითად ქალებისთვის აი ამ გენდერული სტერეოტიპული იმიდან არა, მე რა დედა ვერ გავხდა რა სიტყვა საზოგადოება, ეს ყველაზე დიდი მარცხია და კითხვას არ ცავს იქნება არ უნდა ამ ეტაპზე, ან საერთოდ არ უნდა და რო აქვს უფლება რომ გადაწყვიტოს, ხო? ზუსტად იგივე ხდება აქეთ რომ რა მინდა მე? ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მართლა ძალიან ბევრი ფული, ან რამდენია ეს ძალიან ბევრი ფული. და თან, როდესაც მე აი ამ რაღაცა იმაში ვარ მარათონში, იმიტომ რომ მარცხი რას ნიშნავს? ესე იგი, არსებობს გამარჯვებული და არსებობს დამარცხებული, ხო? ნიშნავს, რომ შეჯიბრში ვარ. ანუ იქ სადაც არსებობს მარცხი, ნიშნავს, რომ უკვე პროცესი არის შეჯიბრის, ხო? ამ შეჯიბრში მე რა პირობით შევდივარ საკუთარ თავთან და რა მიზანი მაქვს. და ძალიან ხშირად რა არის, იცი რომ იმდენად მშთანთქავს პროცესი შეჯიბრისა. რომ ყველაფერი გარშემო, რაც გადასარევი შეიძლება მქონდეს და რაც შეიძლება სიამოვნებას მანიჭებდეს, უბრალოდ უჩინარდება. და ისევ აი ამ შიშით ვარ მოცული, რომ არ დავმარცხდე. ჯანსაღი არის მინდოდეს მივაღწიო, მაგრამ ვაცნობიერებდე, რომ ეს არის გზა და ამ გზაზე შეიძლება რაღაცა მომენტში მე დავიღალო, ჩამოვჯდე, მერე გავაგრძელო, მერე შეიძლება რაღაცა შემეშალოს, მერე შეიძლება რაღაცა გამოვასწორო და ასე შემდეგ. თუ მე გონებაში არ მაქვს სივრცე, სადაც მთელ ამ პროცესს ვუყურებ, რომ ჩემი არჩეულია ეს პროცესი, არა ვიღაცის ნაკარნახები და იმიტომ კი არ ვარ შევარდნილი ამ რაღაცა იმაში მარათონში. არამედ მე თვითონ, ანუ ხო,
მე თუ მინდა რომ მარათონზე ვირბინო მე ამ მარათონისთვის ვემზადები და აუცილებლად არსებობს დაშვება რომ მე შეიძლება არ ვიცი ფინიშამდე შეიძლება ვერ მივიდე მაგალითად მაგრამ მე მინდა მისვლა და მე უნდა მინდოდეს რომ მივიდე ჯანსაღია მინდოდეს მაგრამ დაშვება არსებობს მეორე შეიძლება მარათონზე სხვადასხვა ფინიშები იყოს ხო ეხლა მე რომ შევდივარ და ვიწყებ სირბილს და ვამბობ რომ დღეს მე მინდა რომ 5 კილომეტრი ვირბინო აი ეს 5 კილომეტრი თუ არის ჩემთვის ის რომ მე ვიგრძნო რომ ოჩახ ელენე 5 კილომეტრი ვირბინე საკუთარი თავით კმაყოფილი გამოვიდე და თუ ვეტყვი ჩემთვის რომ 45 კილომეტრი უნდა ვირბინო ყველას უნდა აჯობო ან ყველას უნდა ვაჯობო და წარმოუდგენელი ამოცანა ხო ან ნახე ზოგჯერ ადამიანებს გონიათ რომ რაღაცა წინააღმდეგი ვარ ან კონკურენტუნარიანობის ან იმის გაუმჯობესების არავითარ შემთხვევაში მაგრამ იქ სადაც არის უკიდურესი რადიკალიზმი და მთლიანად ამოვარდნილია პროცესში სიამოვნების მიღება ყველანაირი ადამიანური ფენომენები რაც კი რამე ახლავს ამ პროცესში ყოფნას გათიშული და დათრგუნულია ყველანაირი ალტერნატიული დაშვება და მარტო ერთი ის არის რომ მე თუ არ გავიმარჯვე მე ვარ დამარცხებული ეს ნახე რას ნიშნავს რომ ერთი პოლუსიდან მე ავტომატურად გადმოვდივარ მეორე პოლუსში. ანუ არის სპლიტი, გახლეჩვა ადამიანის პიროვნული. მე თუ არ გავიმარჯვე, არ ნიშნავს რომ მე დამარცხებული ვარ ძალიან დიდი ბოდიში. მე შეიძლება არ გავიდე პირველ ადგილზე, მაგრამ შეიძლება ვიყო, არ ვიცი, მე 20 კილომეტრზე ნარბენი და ძალიან კმაყოფილი ვიყო და ასიმილაცია გავაკეთო ამ გამოცდილების, ამ ცოდნის. პრობლემა ის კი არ არის რომ მე მინდა 40 კილომეტრად გადავეკიდე ამ 40 კილომეტრს არ ვიცი, მაგრამ მარათონის ის არის. მაგრამ პრობლემა ის არის რომ როგორც კი მე აი ამ ორ პოლუსს ვუშვებ ეგრევე აუცილებლად ორ პოლუსში აუცილებლად არსებობს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც მაგრამ სიმართლე ეს არ არის ცხოვრება არ არის ეგრე და მეორე რა არის იცით რომ რას ეძახი ადამიანი დამარცხებას ზოგჯერ იმედენად განპირობებულია სტერეოტიპებით რომელიც ნაყლაპი გვაქვს საერთოდ არ გვაქვს არც კი გაცნობიერებული და შეიძლება აი ამის დაშლის შედეგად აღმოაჩინო რომ ძალიან კარგი ტიპი ხარ საერთოდ არ ხარ არანაირად დამარცხებული აი ძალიან ადამიანური ხარ კარგი ადამიანი ხარ კარგი ადამიანი კარგი პროფესიონალი ხარ კარგი მამა ხარ კარგი მეგობარი ხარ და ეს გვავიწყდება იმიტომ რომ მარტო ფოკუსი არის რომ აი იქ მე არა ვარ ხო, მათ შორის აგრესია და კონტროლიზე როც არის ლაპარაკი, ხო? ნუ კაცებს ამდენიმე რაღაცას გთხოვენ, მათ შორის არის აგრესია და კონტროლი, რომ შენი სივრცე აკონტროლო, შენი ღირსება აკონტროლო და ასე შემდეგ. მანდაც არის დამარცხებული, გამარჯვებულის ამბავია, ხო? და მე ძალიან მტკივნეულად გამისვით ხოლმე და გვინდა რომ ეხლა თუ დავმარცხდით ამ ამბავს გავეკიდოთ და მე მოვიპოვოთ გამარჯვება რა და ეხლა გამახსენდა უბრალოდ მობიდიკი მელვილის რომ აი ესე დასდევ მე ამ შენ იმას აჩრდებს რა რომ გინდა რომ აი იმას მოვუგო და რასაც დასდევ მე რა თქმა უნდა ეგ კლავს რა იმიტომ რომ ნუ გარდავალი მე თვითონაც მქონია ბავშვობაში რაღაც პერიოდის მე გადავლახე უცბად ვაღიარებ მაგას რა რომ რასაც ვერ ვერეოდი მინდოდა რომ მიბრუნებულიყავი და მომეგო იმისთვის რა და მივხვდი რომ ამას ეს თუ მომიგებს არა ვარ რა ცუდი ადამიანი ანუ რაღაცა სხვა საყვარელი მხარეები მაქვს რომელიც მე თვითონ მომწონს რა ოღონდ ეგ რაღაც პერიოდის მერე საკუთარ თავთან ლაპარაკის მერე დავიწყე სარკესტარ შენ მასწავლე მეგონი ანუ მაშინ პატარა ვიყავი შედარებით რა ესე 28 წლის ალბათ რა დაახლოებით და ნუ არავინ არაა ხო გარშემო რო ილაპარაკოთ და ნუ მოკლედ ლაპარაკი გინდა რა ვიღაცასთან ნუ სარკესტარ მე ლაპარაკობ და ნუ დამშვიდი ანუ კარგი ადამიანი ხარ, ცუდი ადამიანი არ ხარ, ხო? რაღაცა ესე დამშვიდების ის აღმოვაჩინე რა. ხო, საკმარისი ხარ, მოდული, რა, იგივე მუშაობაზე მქონდა, გახსოვს რადიო თავისუფლების დღეურები რო დავწერე და 7 დღე აქ ვწერე და აღმოჩნდა რომ ყოველ დღეს 20-გან მივდიოდი, 20-გან მუშაობდი. ანუ ყველგან მუშაობდი რა, ანუ უნივერსიტეტში მუშაობდი, იქაც მუშაობდი, გათხრებზეც მე მუშაობდი, ანუ გზასაც მე ვაგებდი და მე აი დღის ბოლოს თითქოს მქონდა გასტა რომ უი ხო აი ხა კაი კაცი ვარ რა. მაგრამ არ არის მაგის ემოციურად ძალიან ხო და მე ნელ-ნელა ხვდები მაგას მაგრამ ნუ აი იმდენად ბევრია ეს ზეწოლა რა და ეხლა უკვე რომ წავიყვანოთ ხო ბოლო საკითხებისკენ ხო
რომ უამრავი პრობლემა ჩნდება მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აგერ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის დეპრესია იქნება ნომერ პირველი დაავადება კაცებში რა. აჰა. და მათ შორის მიჯაჭვულობა, უამრავი ტიპის მიჯაჭვულობა, ხო? მიჯაჭვულობა დამოკიდებულება. ხო, დამოკიდებულება, ხო, ადიქციების სხვადასხვა. ხო, და აი იქნებ რაღაცნაირად მოკლედ გითხრა ის მენტალური ჯანმრთელობა შენ კი არ გიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ ნუ სხვანაირად როგორ თქვა, ბა? არა, თქვა, თავარია, არა, მე ვფიქრობ, რომ უფრო გასაგებიანით ვისაუბროთ ყველასთვის. უბრალოდ ჩვენ საზოგადოებაში ესეც არის რა, ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ, აი ხა ჩემი მშობლების თაობიდან განსაკუთრებით, ან ხარ ნორმალური, ან ხარ გიჟი. ხო, ნუ ეგ დიქოტომია. აი ეს უყურე გიჟი, ეს გიჟია, გაჩვენი ყველა ნორმალურია და ნუ ესე არა, ამიტომ ამოფრე ეს რასაც მენტალურ ჯანმრთელობას თუ რას როგორც სხეული, ახლა ანავადმყოფი ხარ, ან ჯანმრთელი ხარ, ესე ხო არ არის? სულ რაღაცა შეიძლება გაწუხებდეს ადამიანს და ხან უკეთხარ და ხან უარესად, მაგრამ ესე რომ არასდროს არაფერი ხლა განსაკუთრებით რაღაცა ასაკისმერი წარმოუდგენელია. ხო, ან შეიძლება რაღაც ქრონიკული დაავადება გქონდეს და არ გიშლის ხელს და გააქვს და ასე შემდეგ და იგივე აღქმა არ გვაქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომ ფსიქიკურ მდგომარეობაშიც რომ ამ ხელა სპექტრია, როგორ ვართ, რანაირად ვართ და რა გამოწვევები გვაქვს. აი, ეს რაღაცნაირად ცოდნაც არ გვაქვს. ხო, აი, მაკეთკენ მინდა წავიყვანა, რომ მე ბოლო-ბოლო კარგი იქნება თუ ჩვენ პოდკასტებს რაღაცა პატარა ინფორმაციასაც დავურთავთ, ანუ წარსაკითხი ინფორმაციებს, ანუ შეგიძლია გითხრა, მოკლედ რომ შეგვიჯამო, რა ტიპის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ ახალგაზრდა კაცები, რომ უბრალოდ სახელი გავიგონოთ. რომ მე რაღაც დავგუგლოთ და ვნახოთ, ხო, მაგალითად ქართულად როგორ არის ზოგადი შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. ან აი ხო არ გეუბნები რომ ყველაფერი მოგვიყვე, უბრალოდ რომ დაგვისახელო, ხო და რა არის მთავარი და რა წავიკითხოთ. არ დავასახელებ და გეტყვი რა. მიზან მიმართულად არ დავასახელებ, იმიტომ რომ განსაკუთრებით კაცებს აქვთ ხოლმე ტენდენცია რომ რაღაცა მას გაიგებენ დაავადების სახელდებას და ეგრევე მიაწერენ საკუთარ თავს და ეხლა მე რაღაცა ჩამოტვალა შეიძლება ჩვენი პოდკასტის მერე თვით დიაგნოსტირებით დაკავდეს ძალიან ბევრი და აბსოლუტურად არასწორი იყო. მაგრამ მე ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვერ გავთვალე. ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიტყოდი. ადრეულ მოძველებულ ფსიქიატრიაში და ფსიქოლოგიაში არსებობდა ნორმა და არანორმა. დღეს თანამედროვე ფსიქიატრიას და თანამედროვე ფსიქოთერაპიას გამოსულია აი ამ რაღაცა ფსიქოპათოლოგიის ჩარჩოდან და ჩვენ ვიძახეთ ესეთ რაღაცას. რომ ფსიქიკა ფასდება მორგების მექანიზმით. ადაპტაციის მექანიზმით. როგორ ეგუება, ხო? დიახ. და ამ ადაპტაციაში მთელი ჩვენი ემოციური პალიტრა მონაწილეობს. მე როდესაც გარეთ მაქვს აბსოლუტური კრიზისი, ის რომ მე ვიყო გაბრაზებული, ან ფრუსტრირებული, ან უიმედო, ბევრად უფრო ბუნებრივი რეაქცია და ადეკვატური რეაქცია, ვიდრე არ ვიცი მე რაღაცა ჰარმონიაში ბუდასავით დავხროდა და ვიძახდა რომ ყველაფერი კარგად არის, ხო? შესაბამისად, იმისთვის რომ მე ვადაპტირდე, მე გავდივარ გარკვეულ რაღაცა სხვადასხვა ემოციურ ნაბიჯებს, თუ იცვლება ჩემი მდგომარეობა რომელიც იყო ვთქვათ რაღაცა შეჩეული მდგომარეობა და უცებ რადიკალურად იცვლება. ბუნებრივია რომ მე გინდა კაცი ვიყო, გინდა ქალი, გრძნობდე ბრას, გრძნობდე, არ ვიცი მე, უკმაყოფილებას, მე შეიძლება რაღაცა მომენტში დავყარო ფარხმალი და ვიყო დანებებული, მე შეიძლება მოტივირებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რითი ფასდება. ფუნქციური ვარ ისე ვაგრძელებ მაგალითად იმ აქტივობებში ჩართვას, რომელიც მიყვარდა, მომწონდა, რომელიც ჩემი ვალდებულება იყო. ვაკეთებ სხვადასხვა რაღაცებს, ვიღებ პასუხისგებლობას რაღაცებზე, საკუთარ თავს ვეკითხები როგორ ვარ, ვგრძნობ, ვცდილობ საკუთარ თავთან კომუნიკაციაში ყოფნას. აი ეს არის ფსიქიკის ადაპტაციური მექანიზმი, რომლითაც ფასდება და ამან ძალიან ბევრ ადამიანს მოუტანა შვება. აღარ არსებობს აი ეს რაღაცა იარლიყი, იმიტომ რომ ნორმა არანორმა ზუსტად იგივეა. მოგებული, წაგებული, ცუდი, კარგი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისევ და ისევ სპლიტია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ გართულებებს. თუ ჩვენ ადამიანები ზოგადად საკუთარ თავს ვაიძულებთ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლას, საკუთარ თავთან ომს, ანუ დავამარცხებ მე შიშს ისე რომ მას მოვუგებ
ნიშნავს, რომ მე ომს ვიწყებ საკუთარ თავთან. ის შიში ჩემს გარეშე არ არსებობს. მე ვარსებობ და მე ვატარებ ჩემს შიშს. ჩემს გარეშე ჩემი სიხარული არ არსებობს. კი, ზოგადად არსებობს სიხარული, მაგრამ ჩემი სიხარული ჩემში არსებობს, ჩემში წარმოიქმნება. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ჩემში წარმოიქმნება, ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება არსებობის, რაღაცის გამო წარმოიქმნება, რაღაცასთან კონტაქტში, კომუნიკაციაში. და ამას აქვს უფლება, გარდა იმისა, რომ არსებობის, აქვს უფლება ლეგიტიმური, რომ რაღაცა მესიჯს მაძლევს რა, რომ ეხლა ყველა უბრალოდ კი არ ვარ მესევდიანი და გავერკვე საკუთარ თავში. დეპრესია ყალიბდება მავნე ჩვევები, მაგალითად იგივე ადიქტური ჩვევები, ყალიბდება, როდესაც ადამიანი ცდილობს გაექცეს ისეთ გრძნობებს, როგორიც არის სირცხვილი, როგორიც არის სევდა, როგორიც არის არ ვიცი, ყველა ის რბილი, მაგალითად აი ბევრს ვფიქრობ აქვე მაგას, რომელიც კაცებისთვის მისაღებად არ ითვლება ჩვენ კულტურაში, რომელიც სისუსტესთან ასოცირდება. აი ამ გრძნობების არაღიარება, გაქცევა, რაღაცნაირად მათთან ამ გრძნობებთან არ დაჯდობა, არ მიღება. იწვევს მე ძალიან მძიმე შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ მე საკუთარ თავს გავურბივარ და საკუთარ თავისგან გაქცევა ყოველთვის რაღაცაში ძალიან რთულში იზრდება. ან იზრდება ძალიან ძლიერ შფოთვით მდგომარეობებში და შეიძლება შფოთვითი მდგომარეობები დღის განმავლობაში მე ვმართო სიმპტომატიკა, მაგრამ აუცილებლად მეწყება ძილის დარღვევა, აუცილებლად მაქვს შფოთვარეს სიზმრები, აუცილებლად გამოიხატება ფსიქოსომატურ რაღაცა კონკრეტულ ტკივილებში. ძალიან ხშირია ხოლმე ასევე იპოქონდრია, რის გამოც ვთქვი, რომ მე არ ჩამოვთვლი კონკრეტულ დაავადებებს, იმიტომ რომ იპოქონდრია არის შფოთვითი მდგომარეობა, რაც ადამიანს გონია, რომ ფიზიკურად რაღაცა დაავადება აქვს და ძალიან ხშირად დადიან სხვადასხვა ექიმებთან ემოწმებიან, ან არც ემოწმებიან, იმიტომ რომ ამის კულტურა არ არის. ხო, ეგეც ტეხავს ახლა ჟარგონზე რო ვთქვა. ტეხავს, რომ ეხლა რაღაცა შენ გჭირდეს, მაგრამ განიცდის ამას შფოთავს და ორმაგად შფოთავს კიდე და შესაძლოა საერთოდ არანაირი ფიზიკურ პრობლემასთან არ ქონდეს საქმე და იყოს იპოქონდრია. მაგრამ მთლიანობაში მე ჩემს თავთან ჰარმონია საერთოდ არ ნიშნავს, რომ მე ვარ ბედნიერი, გაბრწყინებული და არ ვიცი მე სადღაც გასული. არ ნიშნავს. ჩემ თავთან ჰარმონია ნიშნავს იმას, რომ მე ვაცნობიერებ, რას ვგრძნობ. მე ვგრძნობ ბრას, ვაცნობიერებ. და პატარა 12 წლის ჩემი თავის ნაცვლად შემიძლია ეს ბრაზი კი არ ვაკონტროლო, არამედ კონსტრუქტიულად გამოვხატო. ანუ კი არ ვისვრი რაღაცა ქვებს, არამედ არც ვუარყოფ, რომ არა მე გაბრაზებული არა ვარ, ვამბობ, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ სოციალურად მისაღები, ისე რომ მეორე ადამიანი არ დავაზიანო. აი ეს არის ჰარმონია. ძალიან არასწორი გაგებაა ხოლმე ასევე ჰარმონიის, რომ სადღაც რაღაცა გაბრწყინებული დადიხარ, არ არის ეგრე. ელენე, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო გამოვიდა. ამ ერთ საათში რაც შეიძლებოდა რომ მოგვესწრო. მოი ექვსი პოდკასტი. ნახოთ. ელენეს ამას. რამდენიმე კიდე საინტერესო და მე ძალიან მიყვარს ეს თემები, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ადამიანის კარგად ყოფნა ზოგადად დგას იმაზე, რომ საკუთარი თავის გვესმოდეს. და იმიტომ რომ ეს ცოდნები ჩვენ არ მოგვეცა და აი ცოტა მე თვითონაც ესე ხელისცეცებით დავდივარ და თვითგანათლებით ვარ დაკავებული, რომ რაღაც საკუთარი თავის შესახებ გავიგო და არც არის იმისი ფუფუნება, რომ ხა ყველა ფსიქოთერაპიაზე ვიაროთ. ვფიქრობ, რომ ამ თემებზე საერთოდ მეტი პოდკასტები, მეტი გადაცემები, მეტი საუბარი არის საჭირო და მედიკაცია საუბარი. ხო, ნუ ეხლა მე გეტყვით, რომ ჩვენ საზოგადოებაში მედიკაცია, რომელიც ამბავი უკვე 4 წელია, ხო, და ახლა თუ 3 წელია. ხო. რომ ჩვენ ვასაუბრებთ კაცებს, ანუ გვაქვს ესეთი მიდგომა, კაცური საუბრები. სადაც ამ საკითხებზე ლაპარაკობთ და მათ შორის აი ზრუნვაზე სავარჯიშოა ეგეთი, ვიზე ვზრუნავ მე და ვინ ზრუნავს ჩემზე რა. და ნუ აღმოვაჩენთ ხომ, დიდი ხანია უკვე ამას ვაკეთებთ, რომ უმრავლესობა არასდროს არ წესოთ საკუთარ თავზე ზრუნავს.
ну აი 1-2 გამოჩნდება ხომ ეგეთი რომ აი საკუთარ რატო ვამბობ ამას რომ როგორც ქალების შემთხვევაში გვაქვს ჩვენ სხვა კამპანია რომ ქალმა უნდა შეძლოს არას თქმა ხო მინდა რომ ანუ ამაზეც ვილაპარაკოთ რომ ბიჭების შემთხვევაშიც გვაქვს იგივე პრობლემა არას თქმა ну გამბედაობა რომ რა არის შენთვის თვითზრუნვა რა პირველ რიგში უარის თქმა რაღაცეებზე რა მაგალითად თანატოლების ზეწოლას რასაც ვეძახით ხო რომ ისინი რაღაც გეუბნებიან იმის გამეორება არ გინდა ეგ არ ჩენი ემოციური ფონი ამისთვის ზაად საერთოდ არ გინდა მათ შორის აი მაგალითად მიდი და ეხლა ვიღაცას დაარტყე რომ დაამტკიცე რომ მაგარი ხარ იმათ თვალში ხო და ამ დროს არ გინდა და ამ დროს გონია რომ გამბედაობა არის რომ იმას დაარტყა და ამათ დაამტკიცე რომ მაგარი ბიჭი ხარ მაგრამ გამბედაობა არის რომ იმას არ დაარტყა და წინააღმდეგ წახვიდე იმისკენ იმას შეეწინამდე ვინც გეუბნება რომ ვინც ეწოლას ახლა შენზე ხო და ნუ ძალიან საინტერესოა ხომ ეგ ამბავი და ბოლოსკენ რომ წავიდეთ უფრო ცოტა ისეთი აი ჯენზიც ახსენე ემპათიური ამბავი და რადგან სპორტიც არის მახსენდება ეს ჩვენი ნაკრების პენალტების სერია რო იყო და გიორგი მიქაუტაძემ რო ააცდინა 11 მეტრიანი და თუ სწორად მახსოვს გიორგი ქოჩორაშვილი რო წავიდა და გაამხნევა და ჩაეხუტა და რაღაცნაირად მეც რადგან ახალგაზრდა კაცებს ხშირად ხვდები და მათთან ვმუშაობ ანუ ამშვენ მეც ამას ამ ახალი რაღაცა ემპათიის ახალი ტალღაა რომ ნაცვლად ახალთაობაში განსაკუთრებით ახალთაობაში თორე ჩემთან მე როგორ ვარ იცი მე ანუ სტუდენტებსაც ამ ბიჭებსაც ვეუბნები ხოლმე რომ აი გზაზე თქვათ უნივერსიტეტში რომ მივდივარ და გამოწკეპილი ვარ ან კოსტუმი მაცვი ან რაღაცა და ჩემი თაობის მეგობარი თუ შემხვდა აუცილებლად რაღაცებს გამეღადავება რა ხო რას გავხარ რა გაცვია და რაღაცა და ახალთაობას თითქოს აქვს უფრო ერთმანეთის მიმართ ემპათიურობის განცდა რომ მოდი ამ სულში ხელს ნუ ჩაუყოთ რა ანუ შეიძლება ეღადავებოდეს მაგრამ მეორე ნაწილიც იყოს ნახე ხო რაღაცა კარგია ხო ის არის რომ რომელიღაცა არის და მეორე არ არის და რავი ორივე ხო და მე თვითონ იმ ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ აი ნუ ხო მე როგორც ვახსენე ნუ შევეზილე ამ ხუმრობების ჩემი თაობის ტალღას რომ სავარაუდოდ მე ძალიან ბევრ ადამიანს ვატკინე ჩემი ხუმრობით გული მაგრამ ნუ რაღაცა ეგეთი სივრცე იყო რა აი მართლა ასაკის მიხედვით რომ ხვდებიან მეგობრები აი არ ვიცი რა ეს ტალღა მოდის ხოლმე იმის რა ღადაობებს და მე ახლა მეც ვეღადავები რომ რანაირად გაქვს ეს რა ქვია მას წინამო ჩოკები და ასე შემდეგ მაშინ დავამთავრეთ ხო იმედიანად რომ იმედია რომ უფრო მეტი ემპათია იქნება ახალგაზრდა კაცებს შორის და ერთმანეთს გაუზიარებენ რაღაცას ვარ და ძალიან მადლიერი ვარ იმისი რომ ამ თემებზე რომ დაიწყო საუბარი ამ თემებზე არსებობს ძალიან ბევრი მართლა კარგად მოსმენადი კონტენტი რომელიც იქმნება სხვადასხვა სოციალურ მედიაში არსებობს ასევე ლიტერატურა განსაკუთრებით მათთვის ვისაც შეუძლია რომ უცხო ენაზე წაიკითხოს ძალიან კარგი ლიტერატურა არსებობს ძალიან ბევრი წიგნი არსებობს და ასევე აუდიო ისინიც არსებობს მოკლედ ყველაფერი არსებობს თუ შენ გინდა გაიგო დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია რომ რამე ვერ გაიგო ძალიან რთულია მithumetet ChatGPT-ის ეპოქაში. ხო, ნუ ChatGPT ზოგჯერ რაღაცებს იმაშობა ხოლმე კრიტიკულად უყურებს და ხო, ნუ რაღაცები ეშლება ინფორმაციულად რა. ხო, ნუ მოკლედ იმედია რომ ერთი რაღაც იაპონური ტანკა გამახსენდა, მეგობარს ყველაფერი მოუყევიო და მყისვე დავტოვე ოთახი. ანუ მოყოლა გავიგეთ, მაგრამ იმედია რომ მომავალში ბიჭები ერთმანეთის პრობლემებს მოუყვებიან, არ დატოვებენ ოთახს, ერთმანეთს დაეხმარებიან და ემპათიურები იქნებიან და გააძლიერებენ რა. ნუ მეტი სათქმელი აღარ მაქვს. აუცილებლად გვიყურეთ YouTube-ზე და გამოიწერეთ მის მინეს არხი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.